პრობლემები მქონდა ჯანმრთელობის ძალიან ბევრი. პირველ რიგში ყველაზე დიდი პრობლემა იყო ჭინჭრის ციება, რომელიც ბავშვობიდან ფაქტურად 20 წელზე მეტია მაწუხებდა. სულ მკურნალობდი მუდმივად და მუდმივად ვიყავი წამალზე. მაგრამ ეს წამალი მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში მიყუჩებდა, ასე ვთქვათ, იმ გამონაყარს და ქავილს მიჩერებდა. განკურნება არ არსებობდა, შევეგუე იმაზრს, რომ არ არსებობს ამის განკურნება, უბრალოდ მიიძინებს და როგორც კი რაღაც იქნება შემთხვევა, ისევ გამოვლინდება. შემთხვევები ალერგიის ძალიან ბევრი იყო, მცენარეები, საკვები, რა თქმა უნდა და შეუძლებელი იყო თავის დაცვა, ასე რომ არ გამოვლენილიყო და ისევ განმეორებით იწყებოდა ახალი მკურნალობის პროცესები. თუმცა მერე უკვე ცხოვრების მანძილზე გაჩნდა სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც და უკვე ამ ალერგიამ ძალიან შეუშალა ხელი. განსაკუთრებით, როდესაც გავხდი ონკოპაციენტი, საშვილო სნოზე აღმომაჩნდა, მას შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო ჩემი მკურნალობა, იმიტომ რომ მედიკამენტებზეც ალერგიული აღმოჩნდი, გართულდა ძალიან ჭინჭრის ციების სხვადასხვა გამოვლენა დაიწყო და ვერ ვიღებდი მედიკამენტებს იმასაც სჭირდებოდა მკურნალობისთვის. ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაც შეიქმნა. პარალელურად თირკმელში იყო კენჭები, თუმცა მაგას შევეგუე, არ მტკიოდა და რომ ვიცოდი, რომ წამლებით ვერაფერს გავხდებოდი, ვერ მივიღებდი იმ წამლებს. არ მიმიქცევია მაგისთვის ესეთ მნიშვნელოვანი ყურადღება, გადავდე გვერდზე ეგ პრობლემა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს ონკოლოგიური პრობლემა, რასაც ვერ ვახერხებდი მკურნალობას ალერგიის გამო. აი ამ დროს მირჩიეს, რადგან ძალიან კარგი შედეგები იყო როგორც ონკოლოგიის მხრივ, ასევე ალერგიის მხრივ და რა თქმა უნდა მეც დავიწყე მიღება ამ პროდუქტების მიღებიდან 10 დღეში უკვე დაიწყო შედეგები, თირკმლიდან დაიწყო კენჭების გამოდევნა, ორგანიზმმა დაიწყო ენერგიაზე მოსვლა, მანამდე არ შემეძლო ასე თავისუფლად გადაადგილება და ვერ ვახერხებდი, ჩემით რომ მევლო 10 დღეში უკვე დავიწყე ჩემით გადაადგილება და სიარული. შესაბამისად უკვე კვებაც ნორმალური დავიწყე, მთხოვდა უკვე ორგანიზმით საკვებს, ნელა მოვედი ენერგიაზე. ალერგია აღმოვაჩინე, რომ არ მჭირდება ყოველდღიურად ალერგიის წამალი, თან დაეთხვა გაზაფხული და მე მარტიდან მეწყებოდა უკვე პრობლემები, ჩემი ალერგია იმდენზე რთულდებოდა, რომ თითქმის ასთმურ შეტევებში გადამიდიოდა და სულ თქვა მიჭირდა ხოლმე. მე ყველა მეწყებოდა საშინელი და ხმას კარგავდი ბრონხებს ითროდა და ეს გაზაფხული გავიარე ამ პროდუქტების მიღებით, ისე რომ არ მქონია არანაირი გამოვლენა ალერგიის და მივხვდი, რომ აღარ მჭირდება ეს ალერგიის წამალი. ექიმთან რომ ჩავედი განმეორებით კვლევებზე აღმოვაჩინე, რომ ფარისებზე აღარ მჭირდება ის მედიკამენტები, რაც უნდა მანამდე მიმეყოდა ალერგიის გამო ვერ ვიღებდი, იმიტომ რომ ფარისებლის ნორმალურად უკვე თავისით დგებოდა წესრიგში, წონაში ვერ ვიმატებდი, ვიყავი ძალიან დაკლებული წონაშიც და წონაში მატებაც დაფიქსირდა. და რაც ყველაზე მერე უკვე შესამჩნევი იყო, ზაფხულში ყოველთვის ყოველ ზაფხულს მაქვს ვენების პრობლემა. ტრომბინი იმატებს და ვენები, ფეხები მიმძიმდება, მიშუქდება. ეს ზაფხული გავიარე მაგ პრობლემის გარეშეც, აღარც ეგ აღარ დაფიქსირებულა, ნერვულ სისტემაც არ მქონდა წესრიგში შესაბამისად ამდენი პრობლემების ფონზე. ონკოლოგიიდან გამომდინარე თმა, რა თქმა უნდა, გაცვენილი მქონდა, მალე მოხდა ჩემი თმების ზრდა. მანამდე აგვისტოდან თებერვლამდე საერთოდ არ მეძებოდა თმა და ორ თვეში ჩემი თმა წამოვიდა ძალიან კარგ სიგრძეზე, ისე რომ ახლა უკვე ვიჭრი, ხო კიდევ ის რომ მე თმას ვერასდროს ვერ ვიღებავდი მთელი ცხოვრების მანძილზე, უამიაკოს აღებავის გარდა ვერაფრით და დღეს ჩვეულებრივად ნებისმიერი საღებავით შემიძლია თმა შევიღებო. ალერგიაზე დაფიქსირდა ის, რომ ანუ მანამდე მედიკამენტებით როცა მკურნალობდი, არ უნდა გამეღიზიანებინა, ანუ ის გამეღიზიან ფაქტორებს არ უნდა შევხედოთ. ის სუნამო, რაზეც ალერგიას მაძლევდა, სიგარეტის სუნი და ეს ყველაფერი უნდა მოვრიდებოდი თუ არ მინდოდა, რომ გამონაყარის სახე ჰქონოდათ, რომ მე სუმაყრიდა სახეზე, შიგნიდან შეშუპება მეწყებოდა ხოლმე და ეხლა მივხვდი, რომ აღარ მაქვს ამებზე რეაქცია. ცხოვრებაში ატამი არ მჭერია ხელში და წელს ეგეც გავბედე, უკვე ექსპერიმენტებსაც ვატარებ, რაზე მაქვს რეაქცია და რაზე არა, თქო და ატამზეც აღარ დამაყარა ხელებზე. კიდევ ერთი შედეგი დაფიქსირდა ღვიძლზე, ამდენი ქიმიური წამლების ფონზე ღვიძლის ფუნქცია იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ფუნქციაც, ანუ მოწესრიგებული არის.